დღეს ბებოს დაბადების დღეა და ბებო გახდა 87 წლის. ხო. რთული ამბავია, ის რომ სულ მიჭირს ხოლმე რაღაცნაირად ჩემი საყვარელი ადამიანების დღე, რაღაცნაირად მივლოცო ისე როგორც მე ვგრძნობ. და იმას რასაც ვგრძნობ ხოლმე, მინდა რომ ეს გადმოვცე და ხანდახან დასაწყისში ვერ ვალაგებ ხოლმე ამ აზრებს. პირველ რიგში სასწაული ადამიანი ხარ დაბადებული ამ სამყაროში და სულ ვუხდი მადლობას უფალს რომ მომავლენა იმისათვის რომ შენ გამეცანი, იმისათვის რომ შენთან გავზრდილიყავი, იმისათვის რომ ჩახუტების საშუალებას მადლობს უკვე ამდენი წელია, იმისათვის რომ აქ სიხარულით მოვრბივარ და არ ვფიქრობ რომ მოიცარა მე ზღვაზე წავალ, იქ წავალ, აქ წავალ და არც მახსენდებოდეს ის ადგილი, სადაც ანი, ბანი, ნაბიჯი, ყველაფერი მასწავლე. ჩემ თავს ალბათ ძალიან გაუბრაზდებოდი, რომ სად გაქრა ის შენი ის რაღაცეები და კიდევ მადლობა საკუთარ თავს და უფალს რომ ეს ყველაფერი მაქვს. არსად არ გამქრალა და სულ შენთან მომიწევს გული. სულ შენი დარდი მაქვს, გილოცავ ჩემო საყვარელო, სულ უნდა გყავდე. სანამ მე ვიცოცხლებ, შენ უნდა მყავდე იმისათვის რომ ასე მიხაროდეს ცხოვრება. იმისათვის რომ აქ მოვრბოდე, იმისათვის რომ გააზრება ბებო ჩემთვის უკვე იწევდეს აი არ ვიცი რა შეგრძნებებს. ვერც წარმომიდგენია რომ თმის ღერიც კი ჩამოგვარდეს. ნუ აი ამის წარმოდგენა არ მინდა და ამას არ ვუშვებ ჩემ თავში, აი აქამდეც არ მინდა რომ მოვიდეს. იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაც ალბათ ჩემში ისეთი დამთავრდება, რომ ამ ყველაფრის არც გაგონება მინდა, არც წარმოდგენა და არაფერი არ მინდა. მინდა რომ დღევანდელი დღით დავტკბე, მინდა რომ იმ წამით დავტკბე, რომ შენ მყავხარ. ვიცი რომ ძალიან არ გინდა თბილისში წავიდე და ძალიან გედარდება და აი 2 დღე, 3 დღე კიდევ ვერ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, როცა უკვე დაოჯახებული ხარ და აღარ ხარ მხოლოდ შენი თავი და ყავს კიდევ ის ადამიანები, ვინც ყავს, ისე ვეღარ ხარ, მარტო ვეღარ წყვეთ, ხო, რომ მორჩი ახლა მეორე თვე აქ ვიწვევი, ჩვენ კარგად ვიაზრებთ, ხო, ამას რომ ეს ასე არ არის და მე კიდევ ჩემი ცალკე ცხოვრება მაქვს, რომელიცაც ქვია ოჯახი, ცალკე კიდე ჩემი მეუღლის სოფელი, სადაც აუცილებელია, ხო, ჩავიდე, იმიტომ რომ იქ მყავს ოჯახი და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ სულ მომყვები, შენ ხარ ჩემთან ერთად, სადაც არ უნდა წავიდე. შენი დარდი, შენი სიხარული, ყველაფერი დამაქვს თან. ვიცი, როგორ არ გინდა რომ წავიდე, მაგრამ უნდა წავიდე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მომენატრები. ძალიან, მაგრამ რამდენიმე დღეში თბილისში აპირებს ჩამოსვლას. რაღაც საქმეს და იქნებ ვნახო, თუ წასული არ ვიქნები, რა თქმა უნდა. ჩემო საყვარელო, შენ იმდენ ადამიანს უყვარხარ. იმდენ ადამიანს, რომ ამდენ ადამიანს რომ ვუყვარდე, ან იქნებ უყვარვარ, არ ვიცი, ცხოვრებაში როგორ ბედნიერი ვიქნებოდი. ან ვარ, არ ვიცი, ვუყვარვარ მე ამდენ ადამიანს. რამდენ ადამიანსაც შენ უყვარხარ. შენი მოწყენილი ხმა ჩემთვის არის, ნუ პანიკა. პანიკაში ვარდები, აფექტის მდგომარეობაში ვარდები. აღარაფერი აღარ მინდა, არაფრის გაგონება აღარ მინდა, ისე ცუდად ვარ, მინდა ხოლმე რომ გამოვიქცე და ჩამოვიდე. მიყვარხარ ძალიან. არც ერთი წამი და არც ერთი წუთი არ იქნება საკმარისი იმისა, რომ შენ დაბადების დღე მოგილოცო, არ იქნება, იმიტომ რომ უსაზღვროთ და უსაშუალოდ ბევრი შემიძლია შენზე ვისაუბრო. მადლობა იმ ზრუნვისათვის, რაც ჩემში ჩადე, რასაც ჩემთვის იმეტებდი, რასაც ამას სიხარულით აკეთებდი. მადლობა იმისათვის, რომ შენთვის ვიყავი ის, ვინც ვარ და არ მჭირდება მე შენთან თამაში და რაღაცეები. არ მჭირდება მე ის ვარ, რაც ვარ ზოგადად ცხოვრებაში და მე თუ მჭირდება ვინმესთან თამაში, მე ეს ადამიანთან არ ურთიერთობ. იმიტომ რომ მე ნაკლებად შემიძლია ეს თამაში და ხიხი ხახა ძალით.
და ჩემო საყვარელო როგორ მიყვარ ხარ ძალიან, ან მიყვარს, ან არ მიყვარს, ან მომწონს, ან არ მომწონს. სულ ეს არის. ხო და მე შენ ძალიან მომწონ ხარ, ჩემო 87 წლის საოცარო ბებო. შარშანდელი წელი ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ თავს არ გრძნობდა კარგად და უდიდესი დარდით წავედი. წელს მივდივარ ბევრად მშვიდად, იმიტომ რომ კარგად ხარ და შენ სულ კარგად უნდა მყავდე. გილოცავ დაბადების დღეს. ჩემო სამაგიდო წიგნო, რომელსაც გადაშლი და განიჭებს სიამოვნებას და ბედნიერებას. შენ ხარ ჩემი ბედნიერება. არ ვიცი როგორ მოვახერხერო ასე მყარებოდი. მაგრამ ძალიან მიყვარს. მადლობა რომ მიყურებთ. მადლობა რომ ჩემს ბებოზე სულ თბილ კომენტარებს წერთ. დამიჯერეთ ჩემთვისაც, ბებოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ გრძნობა ადამიანების სითბოს და როცა შენი საყვარელი ადამიანისადმი აქვთ დადებითი გამოხმაურება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა, მადლობა, მადლობა. წავედით, დავაფოცხოთ ბაღჩა. ადამწყებია. მადლობა მედო. მე დაფოცხება ისე მიყვარს ხალხ, ოღონ დამაფოცხებინე. მე ძალიან მიყვარს ბავშვობიდან. ორთითი არ მიყვარს მაინც გამო. ამოვწყდი. აი ვეღარ სუნთქა. ძალიან ბევრი პატარ-პატარა ბულულები გავაკეთეთ. გროვა ასე ვთქვათ. ხო და უფრო მეტია კიდე გასაკეთებელი დაბლა და ბებომ ხელი აღარ ახლოვა, ამდენს ვერ დავწავა. მე ეს უკვე გადამხმარი რაც არის, დანარჩენები წაიღეს. დავიბანოთ ხელები. ბევრი ვაშლი ვჭამი და იქნებ კიდე ვიპოვო ჩემი მკუხე ვაშლი.
ალიე ბებო რაო მე ხო გითხარი დაბლა გავაკეთებ და არ უნდა ხვალო რა ეს ცოტა ხო არ არის ამ ხელა ტერიტორია ჭკუიდან აწევს ვაიმე დავიწვი ვაიმე რა იჭყვალა და ვერ დაბრაწული გოჭივით ანუ სერიოზული დაბწრობა მივაღები და ბებო მალადეთ მადლობა ბებო ედით ვინ დაგასვენებს ეს არც იოცნებოდ არ ვიცი როგორ ჩანს წარმოდგენა არ მაქვს ეს პატარ-პატარა ბულულები დიდ ბულულად არ ვდგავთ გოგოებო ვაიმე დედამიშვილეთ იქით რასაც ხედავთ სულ გადამხმარი რაც იყო ესენია არ ვიცი ეს პამიდრობისთვის ვჭირდებაო ხა მე ნამდვილად არ ვიცი რისთვის გამოიყენება ხა კონკრეტულად პამიდრობისთვის ვჭირდებაო და ამას არ წვამთ თითქოს ხო ცოტა ჩანს შეხედეთ რამ ხელა ბოსტანია ესე რომ გადავწყდით ანუ ვაი მიშველეთ ეხლა მიშველეთ ვაიმე მიშველეთ ერთო შემიშველეთ თურსაც ხერო ისე მისიო ცუდად დავარ მაგრამ ტინტია ხალხო და გადავი ჰაი მოგესალმებით ჩვენ ვიღებთ არც მეტი არც ნაკლები ორი კამერით იმიტომ რომ ანუ აქ ვიყურები თქვენთან ვარ იქ ვიყურები თქვენთან ვარ ანუ სულ თქვენთან ვართ მე და ჩემი სიფრიფანა ორი სიფრიფანა მოვედით ხო და როგორც იქნა გუში ველოდებოდი თქვენ იცით ეგ ამბავი და არა მობრძანდა ქალბატონი ხო და დღეს მოვიდა აბა როგორ ახანათო კარგად, ძალიან კარგად, კარგ განწყობაზე. რატო არ იქნები გაგანია 60 გამომწერი ყავს გენაცვალე? ავის დალევის ხასიათზე, თქვენთან საუბრის ხასიათზე. და დოდონას ჭორაობის მოსმენის ხასიათზე. ესე იგი ნათი გამოგვიტყდა რომ თურმე ნუ იტყვით და დედა რართული ყოფილა გადაღება. სასწაული. ხორთული ყოფილა. ძალიან. ხო. აქ ახლა ბევრად ახლო კადრით ჩანს ვიდრე აქეთ, მაგრამ ყველგან მე და ნათი ვართ, ანუ აქედან აქეთა უკეთესია ნათის მხარე, რომ თლად ესეთი ფუმფულა არ ჩალვარ ხა ჩემთან ხო, მაგრამ მაინც ხო ისა ვარ, რა ქვია, ტანწერწე. ბებო, ყავა არ გაგიცივდეს შენ. აბა როგორ ახართ? ხიზაბავრაში არის გადასარევი ამინდი, აი მშვენიერი მზე გამოვიდა. გეპატიჟებით ყავაზე. ყავა ფართი გვაქვს და დოდონას. თურმე ნუ იტყვით ხალხო და 10 არ იყო საათი ამომადგნენ. რა იყო სახლიდან გამოყარეს მე უთხარი. ესე უთხარი მივახალე პირში. ხო და კარგი იყო დილიდანვე რომ მოვიდნენ. თორე ჩემი ამბავი ვაიმე შვილო გაიწიეთ და გენაცვალეს. რო ვიცი ავუკალებდი რეკვით. აბა სადახარ და ეთყობა მიხვდნენ. საერთოდ ამ ადამიანთან არ უნდა წამოგცდეთ არაფერი ხალხო აი გირჩევთ არაფერს დაპირდეთ თორე თუ არ შეასრულეთ იმ მომენტში როცა ამას უნდა ეგრევე ხახაში ვახტები მორჩენილია თქვენი საქმე აი გუშინ წამომცდა რომ ფიქრობ რომ ამოვიდეთ ხომ მხოლოდ ფიქრობ და აი ვერ გეტყვით რამდენი SMS-ი მომწერა ალბათ დაახლოებით 1-200 სატყრი ერთი 100 ზარი განახორციელა არ გეგონოთ რომ მირეკავდა ზარს მიშვებდა მე და დარეკო ხდება წარმოიდგინეთ ბოლოს რომ ვუთხარი რომ დღეს ვეღარ მოვდივარ და ხვალ მოვდივარ თქო ის ხმოვანი ახლაც გასახსნელია აღარ მომისმენია არ ვიცი რა მომწერა იმიტომ რომ ვიცი რაღაცა სწავლს მომწერდა ანუ ისე მომეშალა ნერვები რომ რას ქვია მეთქი არ მოდის რომ მეგობრებოს უკ გითხარი რაღაც მივუგდე სიტყვა მივუგდე რა ხო და საბოლოო ჯამში ნორმალურად არც დაველაპარაკე ისეთი გაბრაზებული ვიყავი და მე როგორ ვხვდებით კამერას ორი ისა რა ქვია ტანწერწეტა ორი ტანწერწეტა ვარ აბა გაგვიმარჯოს უშაქრო ყავას სვამ მაგრამ აჰა თქვენთანაც იქიდან გამომდინარე რომ ეს ქალბატონი უშაქროს ვერ მიირთმევს
არის ძალიან პრეტენზიული, ვარ იძულებული რომ დავემორჩილო ამის ნებას და აი იძულების ნებით მივიხმე გრიად სხვათა შორის აღიარე წინა დღეებში რო იყავი სულ უშაქროს ვადუღებდი და ეგ იყო ჩემთვის აი რა ვიცი წამება სულ უშაქროს ხალხო სულ უშაქროს ესე იგი ხანაქვიხედები ძალები ამერია ერთმანეთში მაგრამ მე მგონი რომ ასე ბევრად სახალისო ვლოგი გამოვა. ფაქტობრივად ერთი და იგივე ვლოგი იქნება. არა, ნუ სხვადასხვა რაღაცებიც იქნება, რა თქმა უნდა, დავამონტაჟებ, სხვა მასალაც მაქვს, მაგრამ აი ეს დასაწყისი ფაქტობრივად ერთი გვექნება რა. ბებოს ყავა გაუცრი და ერთ კაცში რგრილა ხალხო, მინდა გითხრათ, კაკლის ქვეშ ვხედავთ ახლა, მე და ჩემი დოდი. და აი არ ვიცი, ეს ყოფილა ძალიან საშინელება კამერასთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, მეთქი ჩემს უნდა გეთქვა ძალიან საშინელება. სპეციალობით ვარ ჟურნალისტი. ხო, ნაჩი ჟურნალისტია. კამერასთან პრინციპში არ უნდა მიჭირდეს მუშაობა, მაგრამ იმისგან გამომდინარე, რომ ამ სფეროში არ მიმუშავე, ალბათ, მაგრამ გამოიწვია. და დოდი, რისი დოდია? თუ არ გაიძულა დილიდან არა სურვილი მისი იყო ძალიან სურვილი მისი იყო მაგრამ მე ნახეთ რა დაიწყო ეხლა გადავიღო აი აქ უნდა აი ეხლა შევიდე მოიცა მე ხო არ ვქნა და მე ამაზე გადავირიე და თქვენ რომ გენახათ მე რა მდგომარეობაში გამიკეთა მაკიაჟი ანუ იცოლი არ მდგომარეობაში 5 წუთი არ დამაცა და რომ დამესვენა ხო სხვათა შორის იწვა ნათია და წამწოლილი იყო პროსტორა და ზედ დავადექი და დავადღლიზე თავზე ყველაფერი რაც მქონდა სახლში და კიდევ რა მინდა გითხრათ რომ ვუთხარი რომ არ ვარ გადაღების ხასიათზე თქო ნერვებ მოშლელმა მე რომ ვერაფერი ვერ მითხრა გაწმინდა 6 პანჯარა გახეხა რაც კი იყო არ ვიცი დაუბორკა 2 საათში დაუბორკა სახლი ბოლოს ფარდა დაკიდა და შემოვიდა და წამისო მაკიაჟი მიწოლენ მდგომარეობაში მეთქი ანუ რას ქვია გეზარება იცი რამდენი რამე მეზარება მეთქი და აი მართლა რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა რომ დამზარები ადამიანი ვარ ხალხო ან დაღლილი ვარ თავი აი ვაიცულე რამდენჯერ რომ მეთქი ადეთი საქმეა გასაკეთებელი და საერთოდ ამას ვეუბნები თუ დაიწყე მიყევი თუ არა მე უთხარი ყველას ვეთქი გაგიუქმო გამოწერე და აფტკებიო კიტროზე ეხლა სასწაულად კარგი ადამიანია ჩემი დოდი იქიდან გამომდინარე რომ ეს გაიზარდა ჩემს ხელში ხალხო აი არ ვიცი ესე იგი მთელი ბავშვობა აქვს ჩემთან გატარებული და რაღაც აი განსაკუთრებული და განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს ამის მიმართ და ამის ნეკათითის ტოლა ბავშვი ზუსტად იგივე მდგომარეობაშია არ მაძლევენ მოსვენებას ესე იგი როგორც დედამისი საუბრობს ზუსტად ანალოგიურად ეს დოდონა დვარი არ ვიცი ვერ გეტყვით რა გაიზრდება და ვინ გაიზრდება ეს მაგრამ ან დაგვაკლებს და ან აგვაშენებს მაგრამ ხო იმედი დავიტოვოთ რომ აგვაშენებს ესე მგონია იმიტომ რომ ჩემი მარიამი მეთქი ანუ რას ქვია გეზარება ხო არა ხარ გეზარება გოგო და ხალხო აი ეგეც ერთი წამომცდა რომ მინდა YouTube-ზე ბლოგის გაკეთება თქო და აბა გაბედე და გადაიფიქრე ხო იმიტომ რომ რადგან გინდოდა და ძალიან გინდოდა იგი იყო ის ჩემთვის იყო იქ ნიშანი იმის რომ შეთვის მომეცა სტიმული და მეტი სტიმული რა გინდა აგერ ადამიანებმა გამოგიწერეს ხო ნახე რამ ხელა სტიმულს გაძლევენ და თავიდან მე როგორ მიჭირდა როცა არავინ არ მყავდა ესე ვინც რაღაც რეკომენდაციას გამიწევდა და მახსოვს მე გამიწეს სხვადასხვა ბლოგერებმა და რა ბედნიერი ვიყავი და როგორი აღელვებული ვიყავი რომ ადამიანებს დავაინტერესე ხო და ასია გენაცვალე დიახ ნამდვილად მე რო ყბამა გადმოგდებული და ნათინათის გავიძახი გენაცვალე ეგრე კი არა მეზარება და რო წევხარი ესე იგი კონსილერი იყო თუ რა იყო ზეთ ხალხო იწვა საბოცოლი იყო და სასწაულში მან ჩაბებას მივტა მამას იყოს დედი კვარ და გივარდეს დაჩმიდი ბებოს ხარი ყავა გაცივდაო რა ბაღჩაში არ არის და მანდ ბაღჩაშია გადააგდე აი კონდეს შენ კიდე რა გინდა მშვენიერი კაკლის ბოთოლია
ხო და ასე რომ ეგრეა რა ადამიანი რომ მოგცემს რამდენს ნიშნავს ხო ვიღაც რომ რეკომენდაციას გაგიწევს ძალიან ბევრს ნიშნავს მართალია კი ბატონო წავედი ხალხო დავემშვიდობე მეთქი всё აღარ ამოვალ მაგრამ მომიწია ისე ვერ ვძლებ ამის და უცებ მეგონა ხალხს ემშვიდობებოდა ეგრე თვალები და ამომეჭჭნა რა გავაკეთო არ ვიცი და ხანი ეჭორავე კიდევ მოკეთ ნათი რაღაცას ამოვიდა და გავწეს ნათი არის ჟურნალისტი სამწუხაროდ რაღაც პერიოდის მერე ძალიან ისეთი ბრმაყრუობა რო იყო იმ პერიოდში დაამთავრა და ძალიან რთული იყო ყველაფერი მით უფრო ახალციხეში თუმცა თბილისში შეეძლო ფეხი მოიკიდებინა მაგრამ ნუ აი სხვა თემა ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვს იუმორი აქვს ფანტასტიკური ნუ აი ძალიან კარგ პაროდიებს აკეთებს აი მეზობლების პაროდიებს აკეთებს ხალხო იმედი არ მიყურებენ ნუ აი რაღაც სასწაულს ის მეზობლები იციან ის პაროდიასაც აკეთებს ხო ერთი ჩემი პაროდია ვერ დაამუღამა და იძახის რომ შენი უნდა იმეცადინე მე ვთხარი იმეცადინე და არა ამის პაროდიას ვერ დაამუღამებთ პირობას გაძლევთ იმიტომ რომ ეს თვითონ ერთი და იგივე იმაზე არ არის რა სტილში არის ის ანუ ნებისმიერ მომენტს ერგება და ამას სად ვდიო ხალხო სად შემიძლია რაობებო რა ვიცი ესეა ჩვენი ესე იგი ბებია ეს გავაგზავნე რომ დაჩი ამის ბიჭი რომ ყავაზე დაუძახე ბებოს გაცივდა თქო ჩავიდა ამოვიდა და რაკენი მეთქი და ამოვალო და ოღონდ ვერაფერი გაიგოვო ანუ რატო რა ეს კი რა მოხდა შედგა კომუნიკაცია ანუ ნახე რა მოხდა იმან ვერ გაიგო ამან რა უთხრა და იმან მასაკნა რა ხო კაიო რა ჩვენი ბებო დაგვიბერდა მეგობრებო 87 წლის ხდება ხვალე თუ 88 87 მოგესალმებით რატოღაც მე 88 ხდება და ცოტა პრობლემა აქვს და დამოდიდიკო სიხვალო ყავარ გადავყირავ კომუნიკაცია გვიჭირს იმ ხრივ რომ დაესაუბრო ხმამაღლა მეგობრებო და თუ ხმამაღლა არ ესაუბრე აზრი არ აქვს სროგონია რო არის ის კარგი ახლა ცოტა ხანი დაგემშვიდობებით და ოცბად დაგიბრუნდებით ბაი 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 just out დილამშვიდობის როგორ ხართ დილამშვიდობის რა დროს დილა გამარჯობა უთხარი გამარჯობა დილა უთენია შვილო დილა აყარაი მაგრამ შეგვიძლია რომ ფაქტობრივად ჯერ დილა ვთქვათ როგორ ახათ ხალხო გათენდა მზიანი მაგრამ ისეთი დღეა აი თან მზიეროა და თან თითქოს რომ ჭექა ქუხილს და წვიმას აპირებს ეგეთი და იმედი დავიტოვოთ რომ არ იწვიმებს არ მინდა წვიმა და მიწერო ამოვიდა შეგეცი გინდა კი ცისატრელა კი საყვარ ქარიანი რომელი ქარიანი ქარიანი არ მინდა მე არ მინდა ქარიანი ებო სომი დარჩა სომი ხოდა მე ხო გავაფრთხილო და თათალბერაკი ჩავყარო ხო მე რა ცოტა მე იმასა გუში ყველაფერი გავრეცხეთ მაგრამ ხომ ადამდე აღარ მივედი გუში იყო ჩემი ბებიკოს დაბადების და 7 წლის ბებო გაიზარდა გოგო აბა მოვიდა თქვენი მსისხლი მოვზილეთ ცომი ეს არის წინა საღამოს გამზადებული ცომი წინა დღეს კარტოფილის ხინკალი გავაკეთეთ შესაბამისად ცომი დაგვრჩა და რას გავაკეთებდით თუ არა თათარ ბერაკს ზოგი უძახის თათარ ბურაკს
ჩვენთან მაგ როგორ დავარტყი ძობს და უშველებლად მძიმე არის აი ეს გასაშლელი ეგრეთ წოდებული უხლავი გოგოებო მის მერე მაჯები ვერ დავიწყდარე ძალიან ბევრი მასალა მაქვს სხვადასხვა დასამონტაჟებელი ბევრი რა ანუ ხიზაპავრის რაღაცა კადრები და იმას შემდეგ ვიდეოში აქ და რაღაცაზე ვიცინოდით უკვე ძალიან გავერთეთ გთხოვთ ხელთათმანებზე ნუ მიმითითებთ მე ყველას მესმის უბრალოდ მე თვითონ ვერ ვიყენებ ვერანაირად და ჩემი ოჯახის წევრები არ არიან ამ კუთხით პრეტენზიულები გავიკეთებ თუ არ გავიკეთებ ასე რომ ამას ჭირდება მეგობრებო წყალი ფქვილი მარილი მარჯვეხელები უნდა მოუთუშოთ ხახვი ცხიმში და შემდეგ მოასხათ. შეგიძლიათ მაწონი მოასხათ, შეგიძლიათ ნიორწყალი, მე ნიორწყალს დიდად ვერ ვწყალობ, ამიტომ არ მიყვარს და არც ვასხამ. უსაშველოდ ბედნიერი ვარ ცომთან ურთიერთობის დროს და იქ ბებო მიზის მენტორად და მოკლედ მქონდა მთელი გოდება რომ ეს ასე უნდა, ის ისე უნდა და მითითებებს მაძლევდა და შეძლების დაგვარად რა ჩემეძლო ყოველ შემთხვევაში ვითვალისწინებდი აი მე აქ გადარჩენილები ვართ ხალხო კიდევ სულ შემოენარცხა ეს სოიფებიას ხელი ჩაზაგმებდება დელ არ გადაგივარდესო მე ვეუბნებოდი დაწყდეთ ჩემო ბებო ხო აქ ნათი მიღებს ზემოდან მითხარ გადამიღე კადრი ხო და აქ უკვე ბოლო ეტაპია ცომის დამუშავების უკვე იწყება დაჭრა ჩვენს კუთხეში ნამყოფი ვინც არის დარწმუნებული ყველას აქვს გასინჯული უბრალოდ შეუძლებელია ეს კერძი რო არ გასინჯო თუ ჩვენ კუთხესთან რამე შეხება გაქვს თუნდაც ერთხელ თუ ხარ ნამყოფი საშინელი ფქვილია აი არ ვიცი ძლივს მოვზილეთ მერე მოიხარშა და ლამის წყლად წავიდა ანუ უსაშინლესად ცუდი ფქვილი გამოადგა ბებოს გაგიჟებული იყო ეს რა ვიყიდე იძახდა ჩემი ქალბატონი ბებია 87 წლის გახდა რა თქმა უნდა აღნიშნა არ მოხდა წელს რიგი მიზეზების გამო როგორც იცით რატომაც წავედი ხიზაბავრაში ბევრად ადრე ჩვენი ახლობის გარდაცვალების გამო და რა თქმა უნდა ზეიმი წელს ვერ და არ იქნებოდა. ამიტომ მხოლოდ კარტოფილის ხინკალი და უახლოესი შვილიშვილები ჩვენ ვინც იქ ვიყავით რამდენიმე ადამიანი ვისხედით და აგერ ბატონო მივირთმევდით. და ასე დასრულდა ის დღეს უკვე მეორე დღე იყო დარჩენილი ცომი როგორც გითხარით ეს ნათია მოასხა ხახვი ხო და იყო უგემრიელესი მე მგონი რა გინდა რა თხილი თხილი კი არა ის კიდე ნათია როჭამდა თხილია დეგ თხილია არა ნათია როჭამდა თხილია საყვარელო მოდი შენ სულში ჩავიხედოთ მაჩვენე შენი ლამაზი თვალები მაჩვენე შენი ლამაზი მომეცი აბადე მე თვითონ გავაკეთებ რა იყო დედიკო უნდა გატეხო გარ შენ თვითონ გატეხავ გავტეხავ უნდა ვიყირო რა დედა გამიჩერა მიდირა გამიტა მე არ ვახსენე მოვიდა თბილისში წასვლის დროც გემშვიდობებით სოფლის ვლოგებით გული და სული აქ რჩება მეტირება ძალიან გამიცდი ბებო რო აქ რჩება ხო და მადლობა ვისაც მოგწონდათ ჩემი სოფლის ვლოგები შევხვდებით ახალციხეში და მერე თბილისში ჩემი სული გული და თვალები დარჩა იქ ძალიან რთულია გახმოვანებაც ხალხო ეს არ მოგიწევს შეიძლება დღეს ამოუყური ახლა მაგალითად ვარიჭერი ერთი დღეა ამოვიშლიავე ისა ნაგვის ცელოფანკა და მივდივარ რომ უნდა გადავყარო
ოღონდ არის დილა და მიდიო სამსახურში გამოჭკებით გადაწყლარსული. ესაც ამისვია, ჩემმა მულიშვილმა მათხოვა მაშინა არ მქონდა და იმან მათხოვა და ერთი ჭვეთი მქონდა დასხმული, მაგრამ რადგან ჩემი არ იყო და სხვისი იყო ორი ჭვეთი დავისხი. ხო და ავისხი ბეჭდები და მივდივარ. ეგეთი ქალი ნანახი მსოფლიოს არ აყავს, ეგეთი მივდივარ. ჯერ ვიდიანი ვარ და ახლა გაკრასკული ხო ხდებით, ხო რა ლეველზე ვარ. ლეველი ხო იცით რა არის? ინფლუები რო არიან რა. ხო ზუსტად არ ვიცი რა არის, მაგრამ რა ვიცი ეგენი არიან მაგრამ. ხო ნელა ვგრძნობ უკვე ვარ. დაბლაკიბებზე მეტროში ჩასული რაღაცა. ზედმეტი ბარგი მაქვს რა, ბარგი. და რას ხედავ? ნაკვი გავარკიბეზე აკეთა მაგადა. ვაიმე. ამობრუდი უკან მოკრუგე. ამობრუდი უკან მეყიდი და გადაეცა. და გადავხარე. ხალხო, კიდე კაი სულმა შევაწუხა. თორე არ ვიცი, ვაჟაფშაველამდე მეტარები და ხო არ გიდა ვაჟაფშაველას ტერიტორიას ნაგავი აკადრო. პადუმა კრემის ახის. ესეც მაქვს უკვე და ისე რო ვთქვათ, ესეც მაქვს. სხვა ტელეფონიც მაქვს. ფერი მაქვს. ჰაი ხალხო. ახლა ვზივარ იმაზე. ბირჟაზე. ველოდებოდი ცხვარს, ჩამოიარა ცხვარმა, მადლობა ცხვარს. ხო? ველოდებოდი იმას. 4 ფეხი გვაქვს. ძროხა. და ერთი ძროხა დავინახე. მე და ჩებაბსი ხო ბარიათ კაცობია. მოხდენი მალაბეცმაო მე უთხარი. გავიგე ბევრი მასი წველება არ აქვს რა. რძეს. არ ვიცი, ეგეთი დატიფი ზრუხა მეჩემ ცხოვრებაში არ მინახავს. ხო, ბარხსაც მოეჭვა. წარმოჩადე, ეთქობა კაი ბარშულობა აქვს. ხო, ჩაგდმა. ცხვარზე დარბოდნენ რა. და ცხვარზე არ გავგიჟებული ვარ. რა უნდა გავგიჟდი ახლა? ცხვრის აკველი მიყვარდი და მაგრად მიყვარს. ისე რომ ყველაფერი მიყვარდა მიხდება, მაგრამ რა